ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების ოდენობა მცირდება. ცვლილება საგზაო მოძრაობის თითქმის ყველა დარღვევაში ეხო. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა ნახევრდება. ცვლილებები რამდენიმე ტიპის დარღვევაზე გავრცელდება. მაგალითისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლებს თუ 100 ლარის გადახდა უხდებოდათ, ამიერიდან ისინი მხოლოდ 50 ლარს გადაიხდიან. ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარის ნაცვლად ასევე 50 ლარი იქნება დაწესებული. შეიცვალა მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადებით. შემცირდება ამგვარ ჯარიმებზე დაკისრებული საურავი, რომელიც 500 ლარიდან დაიწევს 150 ლარამდე და ესეთი ამგვარი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლების აკრძალვა ნაცვლად 1 წლისა იქნება 6 თვე. ასევე საგრძნობლად დაიწევს სახთელი მთელ რიგ ჯარიმებზე. 1000 ლარიანი სახთელი გახდება 500 ლარი და 1500 ლარიანი სახთელი დაიწევს 1000 ლარამდე. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ჩვენ მძღოლების აზრით დავინტერესდით. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც საზოგადოების აზრი ორად არ არის გაყოფილი. ჯარიმის განახევრებასთან ერთად მძღოლები მის მოხსნასაც კი ითხოვენ. მძღოლები ჯარიმის განახევრებას დიდ შეღავათად მიიჩნევენ და ამას მძიმე ეკონომიკური პრობლემებით ხსნიან. მძღოლებისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხალხს არ აქვს საშუალება დაჟე მანქანები ოჯახში უყენია რომ გამოვიდეთ. ერთხელ ხაზზე რომ გეიარონ და ჯარიმა 100 ლარიანი რომ იყო, ეხლა 50 ლარიანი რომა, პირიქით უფრო მძღოლებით შერიდება რომ მით უმეტეს ჯარიმებში არ მოხდეს. 100 ლარის გადახდა კარგი თუ 50-ის. ნაკლებს რო გადიხდი რა, შეიძლება თქვა იმდენი ფულიო 100 ლარი ვიხადო, რაც ის ვაკეთებ აფლაკს. კარგი არის რაც დაუშვათ, რასაც გადავიხდით ნაკლებს, მაგრამ პასუხისმგებლობას გზნობა არ უნდა დაიკარგოს რა, მაგია მთავარი. შეიგნოს უნდა ხალხმა რომ როგორი არის და არ იქნება ჯარიმი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ კარგია რომ დაიკლონ გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, დაიკლო კარგი არის. მაგრამ რომ არ იყოს უკეთეს. ამ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე ამირან სალუქვაძე აღნიშნულ ცვლილებას ორი თვალსაზრისით აფასებს. მისი თქმით, ჯარიმების განახევრებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს. ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს დიდი ჯარიმები 50 ლარი, 100 ლარი, 200 ლარი სხვადასხვა დარღვევაზე იხადოს. ამ ხრივ მართლა კარგია და მეორე კუთხით, რაც არის ეს მასიური დარღვევები, რაც არის, იმაზე უკვე ჯარიმების შემცირება გამოიწვევს ცოტა დარღვევას მოიმატებს. უკვე სხვანაირი კუთხით მოუდგება თვითონაც მძღოლი. სადაც იხდი და ერთს შეუძლია უკვე ორი გადაიხადოს და სხვანაირად მოუდგება. ჯარიმების განახევრება ზურგეთში არსებულ სურათს ვერ ცვლის. ქალაქის მთავარი პრობლემა ხშირ შემთხვევაში საგზაო ნიშნების არ არსებობა ან მათი არასწორი განლაგებაა. თუმცა რეპორტაჟს ამ თემაზე უკვე მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.